არ არსებობს ადამიანის საქმიანობის ისეთი გასაიდუმლოებული და მითოლოგიზირებული სფერო, როგორც არის დაზვერვა, შპიონაჟი და დღეს მოდი შევეცადოთ აი ამ სფეროს დემითოლოგიზაციას. ვილაპარაკოთ, რა ხდება სინამდვილეში და როგორ ხდება, როგორ ეწევიან ამ საქმიანობას დაზვერვის სამსახურები, რომლებიც არსებობენ უხსოვარი დროიდან, იმიტომ რომ დაზვერვას უწოდებენ მეორე უძველეს პროფესიას. პირველი გასაგებია, ყველა მეცით რა არის. და რახან ეს არის მეორე უძველესი პროფესია, გასაგებია რომ პრინციპში გაჩნდა უკვე მაშინ როცა დაიწყო ომები და გაჩნდა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები. ადამიანის უმრავლესობას ალბათ დაზვერვაზე წარმოდგენა აქვს მაინც, ფილმებით ეს გასაგებია, კინო ხომ პრინციპში ყველაზე უფრო ხელოვნების ყველაზე უფრო მასობრივი დარგია და გამოიყენება ყველაზე აქტიურად ასევე პროპაგანდისთვის. და ჯეიმს ბონდის პროტოტიპი ჯეიმს ბონდის პერსონაჟი, ასევე იტან ჰანტის პერსონაჟი შეუძლებელი მისიიდან და კიდე სხვა უმრავი ფილმი, ფრანჩიზა, რომლებიც გრძელდება იღებენ სერიებს, მაგალითად შეუსრულებელი მისია კვლავ გრძელდება მე მგონი, ქმნის წარმოდგენას დაზვერვის ოფიცერზე, როგორც რაღაც სუპერმენზე, რომელიც დაფრინავს, ჩამოკიდება თვითმფრინავს, რომელსაც დაყავს მანქანა, რომელსაც შეუძლია ჩამოაგდოს თვითმფრინავიციდან, მანქანა შეუძლია გადაიწყეს წყალქვეშანავად. თვითონ ეს სუპერგმირი ცხადია ძალიან, მაგრამ ჩხუბობს, აქვს რაღაც კიდევ საოცარი აღჭურვილობები, გეჯეტები მანქანის გარდა, კალამიდან შეუძლია ისროლოს ლაზერი და ასე შემდეგ, ხო? აი ეს ძირშივე, ესე ვთქვათ, სტარი სახია შექმნილი მზვერავის ამ ფილმებში, იმიტომ რომ სინამდვილეში მზვერავი, დაზვერვის ოფიცერი ისე უნდა მუშაობდეს, რომ ადამიანებს თვალში არ შეეჭხიროს. არც თავისი მანქანით, არც თავისი, კალმით და გაჯეტებით და არც თავისი, ისე ვთქვათ, უნარჩვევებით, რაც გულისხმობ. ადამიანი, როცა ძალიან სწრაფად ატარებს მანქანას, გაცილებით უკეთ ვიდრე ნორმალური საშუალო სტატისტიკური მოქალაქე, ადამიანი, რომელიც ჩხუბობს გაცილებით უკეთ ვიდრე ნორმალური საშუალო სტატისტიკური მოქალაქე, უკვე იპყრობს ყურადღებას, ზედმეტ ყურადღებას და კითხვა ჩდება, საიდან იცის კარგად ჩხუბი, საიდან იცის მანქანის ტარება, სიტუაცია ესეთი ძვირფასი, კოსტუმი, არ უნდა ეჭხირებოდეს თვალში არავის. დაზვერვის ოფიცერი ცხადია უნდა იყოს გამორჩეული თავის ჭკუით და თავის უნარჩვევებით, უნდა შეეძლოს კარგად ადამიანებთან კომუნიკაცია, უნდა შეეძლოს ინფორმაციის მოპოვება, ამისთვის არის საჭირო შემდეგ ვისაუბრებთ, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ ის არ ჩანდეს თვალში, არავის არ უნდა ეჭხირებოდეს. დაზვერვის ერთ-ერთი დაუწერელი ოქროს კანონი არის შემდეგი. დაზვერვა მუშაობს მაშინ კარგად, როცა ის არ ჩანს. ცხადია, ხა შეიძლება დაზვერვა არ მუშაობდეს საერთოდ და ამიტომაც არ ჩანდეს. ესეც შესაძლებელია, ცხადია, მაგრამ დავიმახსოვროთ, დაზვერვა როცა ხმაურობს, როცა აქვს მას ჩავარდნები კი არა, როცა მისი წარმატების кейსებიც გახმაურდება ხოლმე, ესეც ცუდია. იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი იქცევს ყურადღებას, გახმაურებული кейსიდან შეიძლება მოწინააღმდეგემ ისწავლოს შენი მეთოდოლოგია, როგორც ჩაატარო ესა თუ ის ოპერაცია, რეებს აკეთებ. და მე უკვე შემდგომში უფრო მომზადებული დახვდეს, ხო, შენ ოპერაციებს და გაგანეიტრალოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, არ უნდა ჩანდე. მივდივართ იქამდე, რომ რეალურად, რასაც ჩვენ გვაწვდიან იგივე ფილმებიდან, ეს რეალობასთან საერთოდ ახლოს არ არის და ეს ნორმალურია პრინციპში შეიძლება ითქვას, გამომდინარე იქიდან, რომ დაზვერვა ისევ და ისევ მიჩუბათებულია, ძალიან მითოლოგიზირებული არის. უმეტესობას ჯერა რომ ყველაფერი დაახლოებით ისეა, როგორც ჯეიმს ბონდში თუ შეუძლებელი მისიაში და ეს აწყობს ყველას, აწყობს დაზვერვის სამსახურებს, რომელთაც არ უნდათ რომ ხალხმა გაიგოს სინამდვილეში ისინი როგორ მუშაობენ, აწყობს ამ ფილმის პროდიუსერებს და რეჟისორებს, დიდ ფულს შეუვლობენ და ბედნიერია მაყურებელიც, რომელიც ამას უყურებს და უხარია, რომ მისმა საყვარელმა გმირმა, ჯეიმს ბონდმა თუ იტან ჰანტმა, ბოროტება კიდევ ერთხელ დაამარცხა, დაბრუნდა სახლში, კიდევ ერთხელ გამოცხადდა გმირად და ასე შემდეგ, ხო? ეხლა ალბათ გადავიდეთ ჯობია ცოტა უფრო პრაქტიკულ თემებზე და ვილაპარაკოთ რეალურად როგორ ხდება დაზვერვის საქმიანობა და რა არის მისი უმთავრესი ელემენტები. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ დაზვერვაშია, თქმა უნდა, არის ინფორმაციის მოპოვება და დღეს შევეცდები რომ ძირითადად სწორედ ამით შემოვიფარგლოთ, იმიტომ რომ ეხლა 1 საათში ყველაფერს თქმა უნდა ვერ დავფარავთ. ინფორმაციის მოპოვება არის უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი. ამის გარეშე უკვე მერეაფერი არსებობს. მე ცხადია უნდა მოხდეს ინფორმაციის გადამუშავება, ანალიზი
და მე უკვე რეაგირება ამ გადამუშავებულ ინფორმაციაზე, ანალიზზე და ასე შემდეგ, მაგრამ ინფორმაციას თუ მოვიპოვებთ, დახვდებით, რომ ვერც ანალიზი მოხდება და ვერც შესაბამისი პოლიტიკა ჩამოყალიბდება იმის მიხედვით, თუ როგორი ინფორმაცია და ანალიზი მოვიდა ჩვენამდე, ხო? აი როგორ უნდა მოიპოვოს დაზვერვის ოფიცერმა ინფორმაცია? აი აქამდე შეიძლება ითქვას მთელი სადაზვერვო საქმიანობა. ინფორმაციის მოპოვების ორი გზა არსებობს. ადამიანური გზით და ტექნიკური საშუალებებით. ადამიანურს ქვია human intelligence. ირიცხვად მოეხსენებათ intelligence ქვია ამ სფეროს. და human-ი, რა თქმა უნდა, უფრო ძველია. ვიდრე ტექნიკური საშუალებით და ინფორმაციის მოპოვება, რომელსაც ქვია ტექინტი, სიგინტი, ეს ეძახიან ტექნიკური დაზვერვა და human-ი რასაკვირველი არის ის, რომელსაც ვერასოდეს ვერ ჩაანაცვლებს. ერთი მარტივი მიზეზის გამო. საიდუმლო ინფორმაციის მატარებელი ყოველთვის არის არა რაღაცა კომპიუტერი, არამედ ადამიანი. კომპიუტერის თუ არის საიდუმლო ინფორმაციის მატარებელი, ეს კომპიუტერი ცხადი არის offline, არავინ არ დაგიტოვებს შენ საიდუმლო ინფორმაციას კომპიუტერში, რომელსაც შეიძლება შეაღწიო. და მეორეც თუ offline არის ერთი და მეორეც როგორც წესი არის ძალიან ისე თქვა საიმედოდ დაშიფრული, რომ თუ ვიღაცა მაინც მოხდება, ვერ წაკითხოს, ვერაფერი ვერ გაარჩიოს. ამიტომ ყველაზე უფრო დელიკატური ინფორმაციის მატარებელი მაინც არის ადამიანი და საჭირო არის ადამიანის ტვინში შეღწევა, დაჰაკვა შეიძლება ითქვას და დაზვერვის ოფიცრის მოვალეობა ფუნქცია არის სწორედ სხვა ადამიანის ტვინში შეღწევა და იქიდან ინფორმაციის გამოტანა ცხადია პრინციპში ამ ადამიანის მეორე ადამიანის თანხმობით უნდა მოხდეს ეს ამბავი, ან ისე მოხდეს, რომ მეორე ადამიანს საერთოდ ვერ გაიგოს, რომ ის დაჰაკეს, ის უნდა გამოსწოროს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, პირველი უფრო მარტივია, რომ იმ ადამიანს შეუთანხმდე და მისგან ინფორმაცია წამოიღო. ეს გასაგებად მარტივი, ვიდრე ისე წაართვა, ისე მოპარვა ინფორმაცია, რომ ვერ გაიგოს, ხო? შენ ამას როგორ აკეთებს? აი, ეს არის თავარი ალბათ სქემა დაზვერვაში. დაზვერვის ოფიცერი გაიჩენს ინფორმაციის წყაროს, სადღაც სხვა ქვეყანაში, იმიტომ რომ ცხადია ჩვენი სამიზნე დაზვერვის არის ყოველთვის სხვა ქვეყნის ინფორმაცია და იმ წყაროდან მე იღებს ინფორმაციას, აი ამ წყაროს, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეა და ჩვენ გვაწვდის დელიკატურ საიდუმლო ინფორმაციას, ეწოდება დაზვერვის ენაზე ორმაგი აგენტი. ეს არის ერთი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მუშაობს მეორე ქვეყანაზე, მეორე ქვეყნის სპეცსამსახურებზე. ორმაგი აგენტის მოპოვება არის დაზვერვის საქმიანობაში და კონკრეტულად ადამიანურ დაზვერვაში human-ში უმთავრესი ფუნქცია და ალბათ შეიძლება ვთქვათ, რომ ვინც მეტ ორმაგ აგენტს მოიპოვებს და გააკონტროლებს და წამოიღებს მათგან ინფორმაციას, ალბათ საბოლოო ჯამში ის რჩება გამარჯვებული დაზვერვის ომში. ანუ კიდევ ერთხელ სქემა არის ესეთი. მე დაზვერვის ოფიცერი ვარ, გამიშვეს სხვა ქვეყანაში, მე მოახდინე გადმობირება სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ხელი მიუწვდება საიდუმლო ინფორმაციაზე და მე ეს მოქალაქე, ეს ორმაგი აგენტი მე ამ საიდუმლო ინფორმაციას მაწვდის მე რეგულარულად, მე იმ ქვეყნიდან უკან მოვდივარ, სულ იქ ვერ დავრჩები, საშიში არ შეიძლება, მე ჩემს შესაძლოა ვიღაც სხვა ჩადის. საკითხავია, თავისთავად ცხადია, სად ჩადის, რო ჩადიხარ იმ ქვეყანაში, სად ჩადიხარ. ასე ვთქვათ, რა პროფესიის ადამიანად ასაღებ თავს. როგორც წესი, ყველაზე გავრცელებული, ასე ვთქვათ, გასაღება ხდება, რომ აი მე ვარ დიპლომატი, ანუ რას გულისხმობ. დაზვერვის ოფიცრები, როგორც წესი მუშაობენ დიპლომატის cover-ის საფარის ქვეშ და ისინი მუშაობენ როგორც წესი, რა თქმა უნდა, საელჩოში. საელჩოში მუშაობენ არ მხოლოდ დიპლომატები, მუშაობენ დაზვერვის ოფიცრები, ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავია. განსაკუთრებით დიდი სახელმწიფოების საელჩოებში, რომელთაც აქვთ იმის ფუფუნება, რომ დიდი მრავალრიცხოვანი დაზვერვის სამსახური ყავდეთ და შესაბამისად საელჩოებიც მაქსიმალურად დატვირთონ შპიონებით, პირდაპირ თქვათ, ხო? შპიონი გერმანული სიტყვაა და მირჩევნია ჯაშუშს, რომელიც ალბათ შემოსული სადღაც ახლო აღმოსავლეთიდან, ამიტომაც მომავალში ამ სიტყვას გამოიყენებთ თქვენის ნებართვით, შპიონს და არა ჯაშუშს. ანუ მე ჩავდივარ სხვა ქვეყანაში, როგორც ესე დაზვერვის ოფიცერი, როგორც წესი, ვითომ დიპლომატი ვარ. თუმცა ასევე გავრცელებული არის სხვა ესე ვთქვათ, cover-ები, სხვა საფარები. მე შეიძლება ჩავიდე სხვა ქვეყანაში იმ ლეგენდით, რომ ვარ მწერალი ან ჟურნალისტი, ესე ძალიან გავრცელებულია. რატო ირჩევენ აი ამ პროფესიებს? იმიტომ რომ ისე როგორც დიპლომატის ფუნქციაში შედის, რომ ადამიანებს შეხვდეს და ელაპარაკოს, ესაუბროს და ამ ქვეყანაზე, ესე ვთქვათ, ამ ქვეყანაზე მეტი ინფორმაცია მოაგროვოს, დაახლოებით იგივე ფუნქციას ჟურნალისტს. ნუ მწერალსაც პრინციპში. ჩავედი სადღაც
ჩავედი სადღაც ქვეყანაში, ქვეყანაზე წიგნის დაწერა მინდა და წიგნი რო დავწერო, ბერს უნდა ვესაუბრო, ხო? ანუ შენი მოღვაწეობა, როცა შენ ვიღაცებს ხვდები ბევრს და ცდილობ ვიღაცები გადაიბირო ამ სიამდვილეში, არ იწვევს ეს იდეაში. კიდევ შეიძლება ბიზნესმენიც იყოს, ესე ვთქვათ, ლეგენდა ქავერი. რატომ? ნუ იგივე ბიზნესმენი ჩადის სადღაც ქვეყანაში, ცხადია, მისი ბიზნესი რო წარმატებული იყოს, რა უნდა ქნას? უნდა გაიცნოს ბევრი ადამიანი, მათ შორის უნდა გაიცნოს ცხადია ადამიანები მთავრობაში, იმიტომ რომ მთავრობასთან კონტაქტის გარეშე არ არის ესე მარტივი მით უმეტეს ავტორიტარულ სახელმწიფოებში რომ აწყოს შენ წარმატებული ბიზნესი და ამიტომაც აი ესეთი ადამიანები დადიან ხოლმე როგორც წესი. რითი ჯობია ერთი ქავერი მეორეს. რითი ჯობია ერთი ქავერი მეორეს. დიპლომატი ბიზნესმენს მაგალითად, ან დიპლომატი ჟურნალისტს. დიპლომატის ქავერი უფრო უსაფრთხოა. იმიტომ რომ თუ კი დიპლომატს დაიჭერს იქ ადგილობრივი ქვეყნის კონტრდაზვეროა, გამოიჭერს წაასწრებს, ესე ვთქვათ, საქმეზე, მას ის ვერ დააპატიმრებს, იმიტომ რომ დიპლომატს იცავს ცხადია იმუნიტეტი. ვენის კონვენცია და ასე შემდეგ იცავს და არ აქვს უფლება არავის რომ დააპატიმროს ის, ერთ-ერთი, რასაც მას გაუკეთებენ, გაუფუჭებენ, არის რომ იცემენ რაღაც დროს, როგორც ეს არის 24 საათი, რომ ის ქვეყანა დატოვოს და იმ ქვეყანაში არასოდეს აღარ ჩავიდეს. ანუ ის ცხადდება იმ ქვეყანაში persona non grata და მორჩამით. მორჩა არა, იმიტომ რომ თუ დაზვერვის ოფიცერი ჩავარდა რომელიღაც ქვეყანაში, მე დიდი შანსია რომ მან საერთოდ ვეღარ იმუშაოს ვერსად, იმიტომ რომ ის ქვეყანა როგორც წესი აცნობებს მე თავის პარტნიორ მეგობარ სახელმწიფოებს, რომ აი ეს კაცი თუ ეს ქალი სიამდვილეში არ შეგეშალოთ, ეს სიამდვილეში შპიონია და არა და დიპლომატი და მე როგორც წესი უჭირთ მათ უცხოეთში მუშაობა და ძირითადად მთელ დარჩენილ კარიერას ატარებენ სახლში. სახლში აკეთებენ რას, მაგიტას desk job-ზე გაადიან, და ან ხდებიან ტრენერები, მასწავლებლები, იმიტომ რომ ყველა დაზვერვის სამსახურს აქვს თავისი აკადემია და აკადემიაში ვიღაცა უნდა ასწავლოს, ხო? და იქ ასწავლიან მე როგორც წესი. მაგრამ მინუსი რა აქვს ახლა დიპლომატის ლეგენდას, თუმცა შენ ზვერავი ხარ, მაგრამ დიპლომატის ქავერით მუშაობ. მინუსი არის ის, რომ ადგილობრივი კონტრდაზვერვა ცხადია ყველაზე უფრო მეტი ეჭვი მიაქვს სწორედ საელჩოს თანამშრომლებზე, დიპლომატებზე და მათ უთვალთვალებს პირველ რიგში და ნაკლებად უთვალთვალებს ვიღაც უცხოელ ჟურნალისტებს და ბიზნესმენებს და მწერლებს. მთავარი მათი ესე ვთქვათ, მეთვალყურეობის საგანი ყოველთვის არის დიპლომატი. საელჩოს თანამშრომლები, მოდი ესე ვთქვათ. და ამიტომაც არის რომ როცა საელჩოს თანამშრომლები გადიან გარეთ, ცხადია ხა საქმე ეხება იმ შემთხვევას, როცა ესე ვთქვათ, ჩვენ ვიმყოფებით უფრო მტრულ ქვეყანაში, სადაც მანდ-მაინც კარგი თვალით აგვიყურებენ. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი საელჩოს თანამშრომელი, როცა გადის გარეთ, მას აეკიდება უკან ადგილობრივი კონტრდაზვერვის გუნდი, უთვალთვალებს მას ყოველთვის ხის ნაბიჯზე, უნდა შეისწავლოს, ესე ვთქვათ, მისი ცხოვრების სტილი და ელემენტარულად უნდა რომ შეაწუხოს. რატომ უნდა რომ შეაწუხოს? იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენ საელჩოს თანამშრომელი, მე საელჩოს თანამშრომელი არა ვარ დიპლომატი და ვარ დაზვერვის ოფიცერი, თუ ყოველთვის უკან აკიდებული მყავს კონტრდაზვერვის გუნდი ადგილობრივი სახელმწიფოსი, მე გამიჭირდება რომ შევხვდე ჩემს ინფორმაციის წყაროს ორმა გაგენს, რომელმაც მე უნდა მომიტანოს მე ის საიდუმლო ინფორმაცია, რომელშიც მე წესით როგორც წესი ფულს ვიხდი. ვერ შეხვდები მას მე ელემენტარულად, თუ ვერ მოვიშორე ეს დევნა. მომიშორე კონტრდაზვერვის გუნდი, რომელიც მე დამდევს მოყოლებული ხიდან, რაც გამოვადი ფეხი ან საელჩოდან, ან სახლიდან. ამ დროს რას აკეთებს დაზვერვის ოფიცერი? რომელსაც ესე ვთქვათ, გეგმაში აქვს, რომ აი იმ დღეს უნდა შეხვდეს თავის ინფორმაციის წყაროს, ცხადი უნდა შეხვდეს მალულად, რომ არ დაინახონ ვის ხდება, იმიტომ რომ როცა შეხვდებიან ერთმანეთს, იმან უნდა გადასცეს რაღაც ინფორმაცია, რა ვიცი, აუბეშტილი ან სხვა სახით, და ამან უნდა გადასცეს ცხადია როგორც წესი ფული, იმიტომ რომ ხა უფასოდ 21 საუკუნეში რა თქმა უნდა, არავინ არ გახდება შენი ინფორმაციის წყარო. ამიტომაც რა უნდა ვქნათ? გამოდივართ სახლიდან და საელჩოდან, აგვედევნა უკან კონტრდაზვერვის გუნდი. ამისთვის არსებობს სპეციალური ტრენინგი, რომელსაც გადის ყველა დაზვერვის ოფიცერი, ტრენინგი, რომელიც ესე ვთქვათ, გამიზნულია იქითკენ, რომ ჩვენ როგორ უნდა მოვწყდეთ ამ ჩვენს მდევნელებს, ისინი როგორღაც თავი უნდა მოუშოროთ, კვალი უნდა აუბნიოთ და ასე შემდეგ. და ამ ტექნიკას როგორ მოვწყდეთ ჩვენ მდევნელებს, აი ამ ესე ვთქვათ, უნარჩვევების რაღაც ერთობლიობას, რომელსაც გვასწავლიან, ქვია tradecraft, ინგლისურად, ქართულად შესატყვისი არ ვიცი ნამდვილად ჯერჯერობით, რა თქმა უნდა. ქართული ენა არ არის განვითარებული ისე კარგად, რომ ეს ლექსიკონი
შეავსოს დაზვერვის ლექსიკონი, იმედია გამთავრდება თანთანობით. და თქვენი თქმით, ჩვენი თუ ესე ვთქვათ, მაღალ დონეზეა, ჩვენ მოახერხებთ, რომ მოწყდეთ ადგილობრივი ქვეყნის კონდაზვერვის სამსახურს და მე შვიდაწყნარად შეხვდეთ ჩვენს ორმა აგენტს, რომელიც ჩვენ ინფორმაციას მოგცემს. როგორ ხდება ხოლმე ეს მოწყვეტა? ბევრს დავდივართ, ხან რა ვიცი, რესტორანში შევალთ, მე იქნებ უცებ გავიპარებით, მე რაღაცა ტრამვაიში შეხვდებით, მე უცებ რაღაც გადახვდებით, მე მეტროში ჩავალთ ასე შემდეგ. რაც შეიძლება დიდ ხანს უნდა ვიაროთ. ამერიკის დაზვერვას CIA-ის შემოიღებული ქონდა ესეთი სქემა, ესეთი პროტოკოლი, რომელსაც ერქვა მოსკოვის წესები, Moscow Rules. რაც გულისხმობდა ეს Moscow Rules. ეს Moscow Rules გაჩნდა იმიტომ, რომ 70-იან წლებში ძალიან გაუჭირდა ამერიკის დაზვერვას მუშაობა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე პირობითად იმიტომ, რომ ძირითადად მოსკოვში მუშაობდნენ იმის ეკით უჭირდა გასვლაც, ბევრს ეკრძალებოდა საერთოდ გასვლა და მოსკოვში ტრიალებდნენ დაზვერვის ოფიცრები, მათ შორის ამერიკის ხალხი პირველ რიგში. და ისედაც ახლა საინტერესო თუ ხდებოდა რამე საბჭოთა კავშირში, მოსკოვში ხდებოდა, იქ მუშაობდა მთავრობა და ასე შემდეგ, ანუ ყველა შენი სამიზნე იყო მაინც მოსკოვში, ხო? და იმდენად გართულებული იყო მუშაობა მოსკოვში, გართულებული იყო, იმიტომ რომ როგორც კი ფეხს გამოადგამდა ისევ და ისევ სახლიდან ან საელჩოდან დაზვერვის საელჩოს თანამშრომელი, უკანა ეკიდებოდა ათეულობით ადგილობრივი კონდაზვერვის ოფიცერი, KGB-ს ოფიცრები ეკიდებოდნენ და მათი მოშორება იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იყვნენ. ეს თუ გაიქცეოდი ერთ ჯგუფს, მეორე ჯგუფი იქვე იყო. უჭირდა ძალიან. და ამიტომაც შემოიღეს ეს პროტოკოლი. Moscow Rules, მოსკოვის წესები, რა გულისხმობს? გულისხმობს იმას, სიტყვაზე შენ თუ გაქვს დანიშნული შეხვედრა დათქმულ ადგილას ცხადია, შენ ადგილობრივი ინფორმაციის წყაროსთან, ვიღაც საბჭოთა მოქალაქესთან, რომელსაც ხელი მიუწვდება საიდუმლო ინფორმაციაზე, თუ 9 საათზე ისევ და ისევ, მაშინ შენ გამოდიხარ სახლიდან ან საელჩოდან 11 საათზე. 11 საათზე. 10 საათი უნდა იყოს შენი ტრეიდკრაფტის დრო. 10 საათი, იმიტომ რომ შეიძლება შენ სიტყვაზე 3 საათშიც კი მოიშორო თავიდან ეს მდევნელები, მაგრამ მაინც არაუშავს. კი დამატებით 7 საათი არის, რომ აი მაქსიმალურად დაისხვიო თავი იმისგან, რომ უკან არ მოგდებს და როცა შენ შეხვდები შენს ადგილობრივ კონტაქტს, შენ ინფორმაციის წყაროს, ორმა აგენტს იყო მარტო და უკან აკიდებული არავინ არ ყავდეს, იმიტომ რომ თუ აკიდებული ყავს ვიღაცა შენ ჩავარდები და კიდევ უფრო ვარესი ჩავარდება ეს ადგილობრივი შენი ინფორმაციის წყარო, რომელსაც არანაირი ცხადი იმუნიტეტი არ იცავს, დაიჭერენ ან დახრეტენ, ან დიდი ხნით ჩასვამენ ციხეში და ასე შემდეგ. ეხლა ერთ მომენტზე ვინა გავჩერდე. დაზვერვის ოფიცერი გამოდის 11 საათზე. თუ 9 საათზე შეხვდეს ვიღაცას. ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ ასეთ დროს დაზვერვის ოფიცერს ეხმარება თავისი ცოლი ან ქმარი. ეხლა შეიძლება ამასობაში კითხვა მოვაფიქრდეთ, მოგივიდეთ ეგეთი, რომ დაზვერვის ოფიცრის საქმიანობის შესახებ თუ იციან მის ოჯახის წევრებმა. როგორც წესი დაზვერვის ოფიცრის საქმიანობის შესახებ იციან მეუღლეებმა. მარტო მიზეზია. როცა შენ გადიხარ სახლიდან და გვიან ბრუნდები სახლში უსიამოვნებო რო შეხვდეს მე ეჭვიანობის სცენები უნდა იცოდეს მეუღლემ, რომ სიანდულეში წახვედი საქმეზე და მეორე კიდევ უფრო სერიოზული გაცილებით, პირველი გასაგებია სერიოზულია, მაგრამ მეორე შეიძლება უფრო სერიოზული საქმისთვის, რომ ძალიან ხშირად ცოლებს და ქმრებს იყენებენ დასახმარებლად. ძალიან ხშირად ხდება ხოლმე როცა სიტყვაზე გამოდის გარეთ ოფიცერი, რომელსაც შეხვდეს თავის კონტაქტს და ჩაუჯდება მანქანაში, რომელსაც ატარებს ცოლი. და როცა დადიან ისინი მანქანით ქალაქში, თუ ავიღეთ ისევ 70-იან წლების მოსკოვში, დადიან მოსკოვში, დადის მოსკოვში ამერიკის დაზვერვის ოფიცერი, რაღაც მომენტში ცოლი სადღაც შეუხვევს მანქანი და ქმარი მანქანიდან გადახტება, მე სადღაც შეიპარება და ეს უკვე გაცილებით აიოლებს იმას, რომ მოწყდეს შენს მდევრებს, არა? ეს მომენტი არის. და ამის გამო სხვათა შორის იგივე ამერიკის დაზვერვაში, ანუ CIA-ში სხვათა შორის ძალიან ესე ვთქვათ, უწყობენ ხელს, ახალისებენ, მოდი ესე ვთქვათ, უწყების შიგნით ქორწინებებს. ანუ არ არიან წინააღმდეგი თუ ქორწინებები ხდება შიგნით. ადგილობრივი დაზვერვის ოფიცერი გათხოვდება სხვა დაზვერვის ოფიცერზე. იმიტომ რომ უკეთესია, უფრო შეკრულები არიან, ერთმანეთს ეხმარებიან და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ცხადია დაზვერვა საკმაოდ როგორც ახლა ამ აღწერიდან ალბათ ცხადია ხდა არ არის იული საქმიანობა სტრესთან არ დაკავშირებული და როცა შენი ცოლი და ქმარიც ამას სტრესიან საქმეშია ჩართული, ცხადია ეხმარებით ერთმანეთს, რომ ფსიქოლოგიურად ესე ვთქვათ, ორივემ დაისვენოთ. ხო, ანუ დაზვერვის ოფიცრის საქმიანობა როგორც წესი იცის მისმა მეუღლემ, მაგრამ ნუ ამის იქით საქმე არ მიდის ხოლმე, ანუ არ უვნებენ არასოდეს სხვა ნათესავებს, მათ შორის შეიძლება არ უთხრან მშობლებსაც, შვილებსაც ცხადია ესე მარტივად არ უმხელენ
და მით უმეტეს არ უმხელენ, რა ვიცი, ნაცნობ მეგობრებს, იმიტომ რომ ნუ არ არის ეს ნორმალური. როცა ბევრმა იცის შენ სიამდვილეში სად მუშაობ, იმიტომ რომ შეიძლება ეს ინფორმაცია გასკდეს და მივიდეს იგივე სხვა მოწინააღმდეგე ქვეყნის ყურამდე და ასე შემდეგ და ამიტომაც არ ამხელენ ამას. მით უფრო დამალული არის საქმიანობა ორმაგი აგენტის. იმიტომ თუ გიდაზვერის ოფიცერი მუშაობს თავის ქვეყანაზე და ამაში ესე თქვა ცუდი არაფერი არის და ამიტომაც ის მისმა მეუღლემ დადის სამსახურში ჩვეულებრივად ორმაგი აგენტი რომელიც მუშაობს სხვა ქვეყანაზე ცხადია ვერავის ვერ უმხელს იმას თუ ის იქ არის დაკავებული ეს სხვა кейსია უკვე ეს სხვა გაცილებით რთული საქმიანობაა ოღონდ საქმე იმაშია რომ აი თუ რაიმე საინტერესო მომხდარა დაზვერვაში თქო მოხდარა იმიტომ რომ ეს ორმაგი აგენტები არსებობენ ისინი რო არ იყვნენ საერთოდ მაშინ დაზვერვაც არ იარსებებდა და ყველაზე უფრო ცნობილი შპიონები ვინ ჩვენ ვიცით დაზვერვის ისტორიაში არიან სწორედ ორმაგი აგენტები ანუ ადამიანები ვინც ემსახურებოდნენ ერთი ქვეყნის დაზვერვას მაგრამ სინამდვილეში ჩუმად მუშაობდნენ მეორე ქვეყნის დაზვერვას ასეთები უამრავი არიან და ყველაზე უფრო წარმატებულები ხმაურიანი ესე თქვა кейსები არიან მეორე მსოფლიო ომამდე ამ პერიოდში 30-იან წლებიდან მოყოლებული და აი ეს ამ განაპირობა ძალიან საინტერესოა განაპირობა იმან რომ აი იმ პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი გაჩნდა რომელიც თავისინებით თითქმის უსასყიდლოდ ანუ ფულის გარეშე ემსახურებოდნენ საბჭოთა კავშირს იმ მარტივ მიზეზის გამო საბჭოთა კავშირი აშენებდა ესე თქვა ბევრის თვალში მაშინ ესე ჩანდა ბედნიერ საზოგადოებას აშენებდა ნათელ მომავალს კომუნიზმი მაშინ მიჩნეული იყო ყველა არა მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მათ შორის გაართლებული პროგრესული ადამიანები მიიჩნევდნენ კომუნიზმს ერთადერთ ხსნად იმ პერიოდში ну რატომ ახლა მარტივია სიამდვილეში ამის გაგება პირველი მსოფლიო ომი კატასტროფა იმედგაცრუება პირველი მსოფლიო ომის გამო არსებული კაპიტალისტური სისტემით დასავლეთში გაბატონებული სისტემით მერე დიდი დეპრესია კიდევ ერთი უზარმაზარი კატასტროფა და ამ ორი საშინელი მოვლენის შემდეგ ბევრს გაუჩნდა იმედი რომ აი იქნებ კომუნიზმი არის გამოსავალი ერთ-ერთი ყველაზე უფრო სერიოზული ასე ვთქვათ დაზვერვის кейსი რომელსაც დღემდე სწავლობენ ეს არის ინგლისელი კიმ ფილბი ძალიან წარმატებული დაზვერვის ოფიცერი ინგლისის დაზვერვის ძალიან წარმატებული ოფიცერი რომელიც იმდენად წარმატებული იყო იმდენად ნიჭიერი რომ სერიოზულად განიხილებოდა მისი დანიშნა ინგლისის დაზვერვის უფროსის თანამდებობაზე მაგრამ გაირკვა რომ თუნდაც სიამდვილეში რუსეთზე მუშაობდა მოყოლებული 30-იან წლებიდან ну კატასტროფა იყო ცხადია ეს ამბავი ბრიტანული დაზვერვის რეპუტაციისთვის მთლიანად დასავლეთისთვის შეიძლება ითქვას მისი ეფექტურობა განაპირობა იმან რომ ის იდეის ერთგული იყო პირველ რიგში ideological ესე ეძახიან მსგავს შპიონებს, მსგავს ორმაგი აგენტებს, ფულის გამო რომ მუშაობენ და უფრო მოტივირებულები არიან, იმიტომ რომ ფული არ არის მათთვის სიამდვილეში მთავარი მოტივატორი. მთავარი მოტივატორი არის ის, რომ ნათელ იდეას ემსახურებიან. ფილმი მიაყენა უზარმაზარი ზარალი იმ პერიოდში არა მხოლოდ ინგლისს, ამერიკასაც და მთლიანად დასავლურ სამყაროს შეიძლება ითქვას. მეორე მსოფლიო ომი როცა დასრულდა, მერე ეს გააგრძელა მან შპიონაჟი მოსკოვის სასარგებლოდ. ეს პერიოდი საერთოდაც მილიონებული იყო ამერიკის დაზვერვაში, როგორც მეკავშირი ოფიცერი, ანუ ბრიტანეთის დაზვერვასა და ამერიკის დაზვერვას შორის და პლუს ამას როგორც კონსულტანტი, იმიტომ რომ ამერიკელებმა გაიაზრეს მეორე მსოფლიო ომის დროს, რომ მათ მაინც ბევრი არ გაიგებოდათ დაზვერვაში და ნუ დასახმარებლად მიმართებს იმას, ვინც გაათიწვა დაზვერვა. კარგად ვინც დაზვერვა მაშინ. რუსებად ცხადია. რუსეთი გასაგებია not an option, ხო? რუსებს დახმარებას ამერიკელები ვერ თხოვდნენ. დარჩავენ ინგლისი, თხოვეს დახმარება ინგლისელებს. ინგლისელებმა დასახმარებლად მიაგზავნეს კინფილდი. რუსების შპიონი. ну, დაუჯერებელი ისტორია, მაგრამ ესე მოხდა. რამდენი ოპერაცია გასცა კინფილდიმ და რა ზარალი მიაყენა დასავლეთს, დღემდე ითვლიან ოპერაციებში, ხა მაგალითად რას გულისხმობ? როცა ციუმი დასრულდა, იყო ცდილობა რომ დაემხოთ კომუნისტური რეჟიმები, როგორც საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში და მზადდებოდნენ ხოლმე დივერსიული ჯგუფები, რომელსაც გადასვამდნენ, რა ვიცი, უკრაინაში, ალბანეთში და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ყველა ამ ოპერაციის შესახებ წინასწარ იცოდა მოსკოვმა და ყველა ეს ჯგუფი, რომელიც გადასხეს, სატრენინგებული და ასე შემდეგ ეს ჯგუფები, რომელიც გადასხეს, რომელთაც უნდა მოეხდინათ იქ გაატრიალების მაგვარი განეიტრალეს ძალიან მარტივად. უამრავი ფული ჩაიყარა წყალში და უამრავი ადამიანი, რა თქმა უნდა, მერე დახვრიტეს, როცა ჩაიგდეს ხელში და აპატიმრეს.
ერთ-ერთი ოპერაცია, რომელიც გასცა ფილბიმ, საქართველოში უნდა განხორციელებული იყო, ეს არ იყო პირდაპირ ესე ვთქვათ, ეს ოპერაცია არ ისახავდა მიზნად ადგილობრივი კომუნისტური მთავრობის დამხობას თბილისში. გეგმაში იყო, რომ ორი ქართველი ჩუმად შემოიგზავნოთ საქართველოს საბჭოთა კავშირის საქართველოს ტერიტორიაზე და ეს ორი ქართველი მერე ნელ-ნელა ესე ვთქვათ მოიკიდებდა ფეხს, გაასაღებდნენ თავს ჩვეულებრივ საქართველოს მოქალაქეებად და მერე აქედან მიაწვდნენ ინფორმაციას თავიანთ უფროსობას ლონდონში. ეს იყო ბრიტანული ოპერაცია. როგორ განხორციელდა ეს ოპერაცია? ბრიტანეთის მთავრობა, უბრალოდ ბრიტანეთის დაზვერვა, ინგლისის დაზვერვა დაუკავშირდა ქართულ ემიგრაციაში გულისხმობ პირველი რესპუბლიკის მერე გაქცეულ, ესე ვთქვათ, უამრავი გაიქცა მოიხსენებათ, მათ შორის მინისტრები და ასე შემდეგ, მათი ოჯახებიანად დაუკავშირდნენ სწორედ ემიგრაციას და თხოვეს, რომ ესე ვთქვათ, მათთვის შეერჩიათ რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა კაცები, შეარჩიეს ორი საბოლოო ჯამში დაატრენინგეს, როგორც ჩანს, სერიოზული ცოდნა და რაღაც უნარჩვევები მისცეს. მერეც ორი ადამიანი თურქეთის ტერიტორიიდან გადმოუშვეს საბჭოთა საქართველოს ტერიტორიაზე და რამდენიმე წუთში ორივე გაქრა. მათი კვალი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში მათი შემდგომი ბედი უცნობია. არქივები საქართველოში არის თუ არა, სადაც მათ ბედზე რამეა ცნობილი, ეს მე მგონი საეჭვოა ძალიან, წესით მათი არქივები, მათი საქმეები ალბათ მოსკოვში იქნება. აი ერთ-ერთი მაგალითი სიტყვაზე საქართველოსაც კი როგორ შეეხო კეინფილდის მაშინდელი მოღვაწეობა, მისი შპიონაჟი რუსეთის სასარგებლოდ და შეძლო მან ეს პირველ რიგში мотиваციის წყალობით და პლუს რა თქმა უნდა უნარჩვევების წყალობით. უნარჩვევები როგორ უნდა ქონდეს დაზვერვის ოფიცერს, ამას პრინციპში უკვე შევეხეთ, მაგრამ ამაზე საუბარი დაუსრულებად შეიძლება ცხადია. უკვე ალბათ ცხადი ხდება, რომ დაზვერვის ოფიცერი უნდა იყოს, რომელიც ცდილობს რომ ინფორმაცია წამოიღოს და მით უმეტეს დაზვერვის ოფიცერზე კიდევ უფრო მეტად ესე მოეთხოვება. დაზვერვის ოფიცერი ხო უნდა იყოს, რაღაც უნარჩვევები უნდა ქონდეს და კიდევ უფრო მეტი უნარჩვევა მსგავსი უნდა ქონდეს, რა თქმა უნდა ორმაგ აგენტს. კიდევ უფრო მეტი. და მთავარი უნარჩვევა რა არის? ადამიანების манипуляციის უნარი. აი ეს არის პირდაპირ უნდა ითქვას. შენ სხვა ადამიანის ესე ვთქვათ, დაჰაკვას სახდენს რითი манипуляციის უნარით. ან გადმოყავს შენს მხარეს რაღაცნაირად, ან მას ინფორმაციას ისე გამოზზალავ, დაცინცლავ, რომ ის ამას ვერ ხდება საერთოდ. და ეს თან ისე უნდა გააკეთო, რომ ეჭვი არ აღძრა. აი ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ სულ თავიდანაც ვთქვით, დაზვერვა მუშაობს კარგად, როცა ის საერთოდ არ ჩანს. როცა კეინფილდი ჩავარდა, როგორც დაზვერვის, როგორც რუსეთის დაზვერვის ორმაგი აგენტი, ის ძალიან ბევრს არჯეროდა ის კოლეგებს ინგლისში, იმიტომ რომ მიაჩნდათ, რომ ეს იყო გამორჩეული პატრიოტი თავის ქვეყნის, რომელიც თუ აკეთებდა რაიმეს, აკეთებდა მხოლოდ ინგლისის ინტერესებში და დაარჩენი ყველაფერი იყო სრული შოკი, როცა მე გაიგეს. აი ეს უნდა მუშაობდეს დაზვერვის ოფიცერი. არაინერ ეჯს, ორმაგი აგენტი მით უმეტეს. არანაირ ეჯს ის არ უნდა აღძრავდეს, არანაირს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ კიდევ ერთი რაღაც უნდა გავამხილო ახლა. როცა ხდება აყვანა ორმაგი აგენტის, როცა მას გამოაშკარავდნენ და დაიჭერენ, როგორც წესი მე აგვიმხელენ ხოლმე როგორ მოხდა მისი გამოაშკარავება. იმიტომ რომ ისევ და ისევ არ უნდათ რომ გასცენ მეთოდოლოგია, არ უნდათ რომ გაიგონ სხვებმა როგორ იმუშავებს, როგორ გამოავლინეს და რა მოხდა. განსაკუთრებით უფრთხიან ესე ვთქვათ, აი დეტალების გამჟღავნებას მაშინ როცა ისინი დაიჭერენ ორმაგ აგენტს და დაიჭერენ იმის წყალობით, რომ თავის მხრივ ეს ორმაგი აგენტი, მოდი ახლა გაუგებარი რო არ იყოს, ამერიკაში დაიჭირეს სიტყვაზე რუსი ორმაგი აგენტი, ანუ ამერიკის მოქალაქე, რომელიც რუსებზე მუშაობს. და როგორც წესი, როცა ხდება ორმაგი აგენტების დაჭერა, მათ დაჭერაში ეხმარებათ იცი ვინ? სხვა ორმაგი აგენტი. ანუ მაგალითი რა ვიღოთ, რომ გასაგები გახდეს უფრო მეტად, ამერიკელებმა დაიჭირეს თავიანთი მოქალაქე, რომელიც რუსებზე მუშაობს და ამაში ამერიკელებს დაეხმარათ რუსეთის მოქალაქე, რომელიც ამერიკელებს მუშაობს. ანუ თავისი ორმაგი აგენტი დაეხმარათ ამაში. ეხლა მაგალითს მოყვები, რომელიც ძალიან ცნობილია და ამ მაგალითშიც ქართველია. გარეული, უფრო საინტერესო იქნება ცხადია საქართველოს ხშირად ვახსენებთ. 84 წელს საბჭოთა დაზვერვაზე მუშაობა დაიწყო ოლდრიჩ ეიმსმა, ძალიან სერიოზულმა ამერიკის დაზვერვის ოფიცერმა, რომელიც CIA-ში მუშაობდა საკმაოდ სერიოზულ თანამდებობაზე და ინფორმაცია ჰქონდა
თითქმის ყველა ამერიკელ მოქალაქეზე, რომლებიც ინფორმაცია ჰქონდა ბოდიში პირიქით. თითქმის ყველა საბჭოთა მზვერავზე, რომლებიც სინამდვილეში ჩუმად ფარულად მუშაობდნენ ამერიკის დაზვერვაზე. ანუ იყვნენ ორმაგი აგენტები. საბჭოთა ორმაგი აგენტები, ვინც მუშაობდნენ ამერიკაზე. აბსოლუტურად ყველა მათგანის ვინაობა გააგებინა ოლდრი ჯეიმსმა მოსკოვს და თითქმის ყველა მათგანის განეიტრალება შემდეგ მოხდა. 9 წლის შემდეგ მხოლოდ, როცა მან დაიწყო თავისი მოღვაწეობა ბჭყალებში, მოხდა მისი განეიტრალება და დავატიმრება. 9 წელიწადი ის ვერაფრით ვერ გაშიფრეს და ვერ დაიჭირეს. როცა დაიჭირეს, მე საკმაოდ დიდხანს, მე ვთქვი დაახლოებით 20 წელი თუ მეტი არა, ტრიალებდა ლეგენდა და ამ ლეგენდის გავრცელებას უწყობდა ხელს ყველანაირად ცხადია თვითონ ამერიკის დაზვერვაც, უამრავი დოკუმენტური ტექნიკა დაიღეს ამ ლეგენდების მიხედვით, რომ ოლდრი ჯეიმსი გაშიფრეს, იმიტომ რომ ახან ბევრი ფული მიიღო რუსებისგან გასამრჯელოდ, იმიტომ 80-იან წლებში ცხადია უკვე საბჭოთა კავშირზე აღარავინ აღარ მუშაობდა იდეოლოგიის გამო, კომუნიზმის იდეის უკვე არავის აღარ ეჯერებოდა, მათ შორის მოსკოვშიც და ეხლა მით უმეტეს ამერიკელი დაზვერვის ოფიცერი ხა კომუნიზმით მოხდილი ყოფილიყო მით უმეტეს გამორიცხულია, ხო, ფულს იღებდა ჩვეულებრივად ცხადია. და ნუ ლეგენდის მიხედვით, რუსებისგან აღებული ფულით დაიწყო ესე თქვათ ფუფუნებაში ცხოვრება, ახალი სახლი იყიდა, იტალიური კოსტუმები, ფერარის მანქანა და ასე შემდეგ და ასე დაიჭირეს. ტყუილია. იმიტომ რომ მოდი დავფიქრდეთ ელემენტარული კითხვა დავსვათ. დაზვერვის ოფიცერი ხარ, უკვე ცხადია გაცილებით ჭკვიანი უნდა იყო ვიდრე საშუალო სტატისტიკური მოქალაქე, უფრო მეტიც ორმაგი აგენტი ხარ უკვე, არა მხოლოდ დაზვერვის ოფიცერი, ანუ მოგეთხოვება რომ კიდე უფრო ჭკვიანი იყო ვიდრე დაზვერვის ოფიცერი. და როცა ახლა ადამიანი ასე დონეზე გასული, ნუ თუ ესე ბრიყვი იქნები რომ ჩავარდები, იმიტომ რომ გაცვი რა ვიცი, ზენიას კოსტუმი და დადიხარ ფერარით, ხო? ჩემი ზენი არ არის. რა არის ეს შესაძლებელი რა მოხდა? მოხდა ის რომ ჩაუშვა სხვა. იმიტომ რომ მართალია ის დადიოდა მართლა თვითფასი კოსტუმებით, დადიოდა ფერარით, მაგრამ ამისთვის მან იპოვა ლეგენდა, ძალიან დამაჯერებელი ლეგენდა. მან თქვა რომ მისმა ცოლმა მიიღო მემკვიდრეობა კოლუმბიაში. იმ პერიოდში უკვე CIA-ში გამოძიება მიდიოდა, ეძებდნენ მოღალატეს, ხვდებოდა რომ ყავდა თავის რიგებში ორმაგი აგენტი, ეძებდნენ მოღალატეს და ერთ-ერთი ეჭვმიტანელი იყო ეს ოლდრი ჯეიმსიც. შესაბამისად, გადაამოწმეს მიიღო თუ რა ცოლმა მემკვიდრეობა, აღმოჩნდა რომ მართლა მიიღო ცოლმა მემკვიდრეობა. თუმცა არა იმდენი, როგორც ესე თქვათ, არა იმდენი, როგორც ეს ამტკიცებდა, მაგრამ მიიღო, მე აღარ გადაუმოწმებიათ. ესე გამოძრო ძალიან მარტივად. მაშინ რა მოხდა, როგორ ჩავარდა? ოლდრი ჯეიმსი გასცა ამერიკელებთან KGB-ს ოფიცერმა, წარმოშობით ქართველმა. რომის ნამდვილი სახელებიც არ ვიცით. აღწერია არსად. ნუ ოდესღაც შეიძლება გავიგოთ. სახელებარი არ ვიცით მათ შორის, იმიტომაც რომ ნუ ჩვეულებრივი ამბავია დაზვერვის ოფიცერი, როგორც წესი საქმიანობის დროს თავის ნამდვილად სახელს და გვარს არ ამხელს. ეს კიდევ ერთი ისე თქვათ დამატებითი უსაფრთხოების ზომა, კიდევ ერთი მეთოდია რომ დარჩე შემოჩნეველი, რომ არ გაგშიფრო და ასე შემდეგ. და აი ეს ამბავი, რომ სინამდვილეში ოლდრი ჯეიმსი გასცა ორმა აგენტმა, უკვე მეორე მხრიდან, ჩვენ უბრალოდ მოგვდევრმა გავიგეთ სულ რამდენიმე წლის წინ, იმიტომ რომ როგორც ჩანს ჩათვალეს CIA-შიც რომ გავიდა საკმარისი მეტი დრო, რომ ბოლოს და ბოლოს ესე თქვათ ეს кейსი გახსნან და გვითხრან ჩვენ სინამდვილეში რა მოხდა და ვიცეს უფლება ერთ-ერთ CIA-ის ოფიცერს რომ დაეწერა მემუარები და იმ მემუარებში ბოლოს და ბოლოს სიმართლე დაწერეს. ოლდრი ჯეიმსი გასცა KGB-ს ოფიცერი, ვინც გადავიდა ამერიკელების მხარეს. დღემდე ციხეში იმყოფება, სოთაშორის, სამუდამო აქვს მის ჯილი. შეიძლება ადამიანებს გაუჩნდეთ ლოგიკური კითხვა. აი ამდენი წარმატების მაგალითი ქონდა საბჭოთა დაზვერვას, ხო, დასავლეთთან ომში, ცივ ომში. მაშინ რატომ მოხდა რომ წააგო ზაპოროჟიეში დასავლეთთან ცივი ომი საბჭოთა კავშირმა? ნუ აქ ამაზე პასუხი მარტივია. სხვა რაღაცებში ჩამორჩა ძალიან სერიოზულად. ისეთივე წარმატებები ქონდა საბჭოთა კავშირს სხვა სფეროებში, როგორც ქონდა დაზვერვაში, ალბათ ნათლად არ წააგებდა ცივ ომს, მაგრამ ეხლა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი საბოლოო ჯამში, მაგრამ დაზვერვა ის დიდი ფუნქციაში, დიდი როლი შეასრულა ცივი ომის დროს, ძალიან დიდი უპირატესობა მისცა რაღაც პერიოდი საბჭოთა კავშირს
და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სისტემამ დაიწყო პობა ეკონომიკურად და იდეოლოგიურად საბჭოთა სისტემამ, მე უკვე დაზვერვაც უძლური აღმოჩნდა, რომ ესე თქვა დახმარებოდა მას გადარჩენაში, მაგრამ აი კიდევ ერთხელ შევხვდით ამ მომენტს 80-იანი წლებია და საბჭოთა დაზვერვას ასეთი წარმატება აქვს ამერიკასთან. 80-იან წლებშიც კი როცა სისტემა უკვე შინიდან დამბალია, მაგრამ ამის მიუხედავად დაზვერვა მაინც აგრძელებდა ძალიან ეფექტურად მუშაობას. 90-იან წლებშიც კი როცა რუსეთი იყო შეიძლება ითქვას ქაოსში და თავზე ინგრეოდა ეკონომიკა და ყვაოდა კრიმინალი და ასე შემდეგ, დაზვერვის სამსახურმა მაინც გააგრძელა საკმაოდ ეფექტურად მუშაობა და ამაში სხვათა შორის მოდი კიდევ ერთხელ ვახსენოთ საქართველოს ძალიან დიდი როლი ითამაშა თბილისში გაზრდილმა ევგენი პრიმაკოვმა, რომელიც 90-იან წლებში დაინიშნა ჯერ საგარეო დაზვერვის უფროსად, შემდეგ დაინიშნა საგარეო მინისტრად, მერე იყო ასევე პრემიერ-მინისტრი რუსეთის. პრიმაკოვმა გადაარჩინა, გააძლიერა და ესე თქვა თამაში სრულფასოვნად დააბრუნა რუსეთის დაზვერვა, რომელსაც ცხადია კრიზისი ჰქონდა ძალიან სერიოზული ელემენტარულად უფულობის გამო, რომელიც 90-იან წლებში დაარსდა თავს რუსეთს, როგორც ჩვენ და ყველა თითქმის საბჭოთა რესპუბლიკას. და ერთ-ერთი თემა, რომელსაც პრიმაკოვს ესე თქვათ, რომელიც ესე თქვათ პრიმაკოვს ჩაეთვალა მერე დამსახურებად, იყო ის, რომ მან უარი თქვა ეგრეთ წოდებული სლიფერების პროგრამის დახურვაზე. ვინ არიან სლიფერები? შეიძლება ბევრს გინახავთ სერიალი ამერიკელები, The Americans. სერიალი არის ცოლ-ქმარზე, რომლებიც ერთ შეხედვით არიან ჩვეულებრივი ამერიკის მოქალაქეები, აბსოლუტურად ჩვეულებრივი. საუბრობენ ჩვეულებრივი ამერიკული ინგლისურით, ყავთ შვილები, ზრდიანად ამერიკელებად, მუშაობენ ჩვეულებრივი სამსახური აქვთ, მაგრამ სინამდვილეში არიან კგბ-ის ოფიცრები, შეგზავნილები ოდესღაც მოსკოვიდან ამერიკაში. და ასრულებენ შიგადაშიგ ძალიან სახიფათო და სერიოზულ დავალებებს. ეს არიან სლიფერები. სლიფერების ეს ფენომენი მე მგონი მხოლოდ რაც მე ვიცი, განვითარებული აქვს მხოლოდ საბჭოთა კავშირს, რუსეთს. სხვას არ მგონია ეს განვითარებული კონდეს. ეს მოითხოვს ხადია ძალიან დიდ რესურსს და ძალიან დიდ ცოდნას. წამოდიეთ თქვენ ახლა შეიძლება შეგიმჩნევიათ, რომ რუსებს როგორც წესი უჭირთ ინგლისურად საუბარი. აქცენტი ძალიან მარტივად, ძალიან რთულად კარგავენ აქცენტს. ხო და ისეთ დონეზე ხდება ტრენინგი ამ სლიფერების, რომ მე ასაღებენ თავს ამერიკელებად. ერთი ენის სწავლა სრულყოფილად, მეორე ცხადია ქცევა, რომ რაღაცით ესე თქვათ არ გამოირჩეოდეს რაღაცით სხვა ამერიკელებისგან და ნუ მესამე ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ სტრესს გაუძლო, ესეთ გასაიდუმლო გარემოში იცხოვრო და შიგადაშიგ დავალებები შეასრულო. ამიტომაც როგორც ეს სლიფერები ცოლ-ქმარი იყვნენ, იმიტომ რომ იგივე პრინციპი რაც ამერიკის დაზვერვას აქვს, რომ ერთმანეთს ეხმარებიან ამ დროს რა. ძალიან ამ სტრესულ გარემოში რომ გადარჩნენ ელემენტარულად. და რუსიის სლიფერების როგორც წესი იყვნენ, დღემდე არიან ეჭვი მაქვს. დღემდე არიან იყვნენ, რა თქმა უნდა, ცოლ-ქმარი. და 90-იან წლებში, როცა ამერიკა და რუსეთი ასე თუ ისე პარტნიორები არიან და რაღაცა ნდობა არსებობდა მათ შორის, ამერიკის მხრიდან ძალიან თხოვეს, რომ იქნებ სლიფერების პროგრამა დაიხურათ, თხოვეს პირადად მაშინ რუსეთის პრეზიდენტს ელცინს და ნუ პრიმაკოვის, ესე თქვათ, გამოისობით მოხდა ისე, რომ ეს პროგრამა არ დაუხურავთ, დღემდე მუშაობს ჩვეულებრივად და დაახლოებით 2 წლის წინ იყო, თუ არ ვცდები, თუ არ მეშლება, მოსკოვში გამოჩნდნენ ოჯახის სლიფერების. ანუ იქ დაამთავრეს მუშაობა სადღაც უცხოეთში, ან ჩავარდნენ და გამოიცნენ, ან გაწოლეს, როგორ ხდება ხოლმე, ხა სლიფერები რო ჩავარდებიან და იჭერენ, როგორც წესი არ დახვრეტენ ხოლმე, ციხეში ყავთ, მე ვიღაცები ცვლიან. და 2 წლის წინ ჩამოვიდა მოსკოვში, ჩამოვიდა სვიძახი, რომ ეს მე ხო იქ ვარ დაბადებული საბჭოთა კავშირში და დღემდე ინერციით ისე რომ ჩამოვიდნენ. ხო და მოსკოვში რო ჩავიდა სლიფერების ოჯახი ცოლ-ქმარი, თან შვილები ჩაიყვანეს. და ეს შვილები გაუგნებულები იყვნენ. არ იცოდნენ რუსული ცხადია, ცხადია პირველად იყვნენ მოსკოვში და რა თქმა უნდა გაუგნებულები იყვნენ, იმით რომ თურმე აღმოჩნდა რომ შვილები რუსები არიან. და რაღაც ამერიკელები თუ სხვები, ხო? შოკის სრული. და მე ინტერვიუ იყო ამ ცოლ-ქმართან, რომ ეხლა ბავშვები იწყებენ რუსული სწავლას და ნელ-ნელა იცნობიან თავიანთ ნამდვილ სამშობლოს. ნუ ციგიჟე ჩვეულებრივი. ეს რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ რუსეთი დღემდე ძალიან დიდ ფულს და ასე თქვა ყურადღებას უთმობს დიდ რესურსს და რა ვიცი, ძალისხმევას ახმარს დაზვერვის სამსახურს. უყვართ მათ ეს საქმე და როგორც ჩანს გამოდით კარგად ამაში ასაკი. და სერიოზული თემაა.
კიდევ ერთი кейსი საქართველოსაც უკავშირდება. შეუძლებელია გვერდი ავუარო 93 წელია ახალი მოპოვებული აქვს საქართველოს დამოუკიდებლობა. ცხადია ძალიან სერიოზულად კვლავაც დამოუკიდებული რუსეთზე 90-იან წლებში დამოუკიდებლობა დიდი იყო ეკონომიკური და მხოლოდ ეკონომიკური და საქართველოში მოკლეს CIA-ის ოფიცერი ამერიკელი, რომელიც მუშაობდა ჩვენ მთავრობასთან პირდაპირ, ანუ ჩამოსული იყო მეგობრული ესე ვთქვათ ვიზიტით. მთავრობა საქმის კურსში იყო ეს კაცი CIA-ის თანამშრომელია და პირიქით მისი ფუნქცია იყო დახმარებოდა მაშინ ჯერ კიდევ ძალიან სუსტ ახალგაზრდა საქართველოს მთავრობას დახმარებოდა საქმეების აწყობაში და ერთ შვენიერ დღეს არ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან მძიმე დღე გამოდგა საბოლოო ჯამში. ეს კაცი მოკლეს მანქანაში. მანქანაში იმყოფებოდა იჯდა 4 ქართველთან, 3 ქართველთან ერთად. ერთი მამაკაცი, 2 ქალი. გარედან ესრულეს ოფიციალური ვერსიით, ესრულა ვიღაცა გვარდიელმა თუ მხედრიონელმა, მე გაიგო რომ ეს აბსოლუტურად არაფერ შუაში არ იყო ის ბიჭი, ვინც დაიჭირებს და დააბრალეს მის სიმკვლელობა და დღემდე გაურკვეველია ვინ მოკლა. ყველაზე უფრო რეალური ახსნა, რეალური ვერსია და ესე ვთქვათ დამაჯერებელი თეორია რა მოხდა, რატომ მოკლეს საქართველოში CIA-ის ოფიცერი. მდგომარეობს იმაში, რომ როგორც ჩანს ამ კაცმა, CIA-ის ოფიცერმა, ფრედი უტროფმა გაშიფრა საქართველოზე გამავალი ნარკოტრაფიკის სქემები. და ის მოაკვლევინეს ქართველებს რუსებმა. რატომ? იმიტომ რომ იმ პერიოდში 90-იან წლებში დააწყისია და რუსეთი სულ ქაოსშია და იქ ხელფას ვერ უხდიან სპეცსამსახურებს, მათ შორის ვერც დაზვერვას და ვერც FSB-ს, უსაფრთხოების სამსახურს და როგორც ჩანს, ელემენტარულად რაღაც ფული რო კონდეს სპეცსამსახურებს, რუსულ სპეცსამსახურებს, ისინი ასხედან სწორედ ნარკოტრაფიკს და იქიდან შეულობენ ფულს. თქონდა ეხლა ეს არ აწყობს არანაირად რუსები, ესე ვთქვათ, ნარკოტრაფიკზე სხედან იქიდან ფულს აკეთებენ და ამით აძლიერებენ თავიანთ სპეცსამსახურებს, ბუნებრივი ხავის არავის არ აწყობს. როგორც ამ კაცმა გაშიფრა ამერიკელმა, გააგებინა ცენტრს, ანუ ვაშინგტონს, მაგრამ აქ რა მოხდა? ვაშინგტონში ამ დროს მუშაობს რუსების შპიონი ოლდრი ჯეიმსი. იმან გააგებია ყველაფერი რუსებს. და რუსები როგორც ჩანს გააწყვეტეს ამ კაცის აქ მოშორება. ეხლა რა ხდება? მოყოლებული ცივი ომიდან რაღაცნაირი ჯენტლმენური შეთანხმებას რო ეძახიან ეგეთი ის არსებობა და გარიგებასავით ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის პირდაპირ ერთმანეთს აუკლავდნენ დაზვერვის ოფიცრებს. ნუ KGB CIA-ს აკლავს და პირიქით. და ნუ ეხლა ამიტომაც თავის ხელით ხوار მოკლავდნენ ამ ფრედი უტროფ CIA-ს ოფიცერს ვიღაც ქართველს მოკლევინეს. ვის არ ვიცი, ხელს ეხლა ვერაფერს ვერ დავადებ, უდანაშაულო პრეზუმპცია არსებობს ხადია. აი ესე გაიხვა საქართველოს დამოუკიდებლობის უკვე მეორე თუ მესამე წელიწადს ძალიან სერიოზულ შფოთში და სკანდალში ჩვენ ტერიტორიაზე მოკლეს მეგობარი ქვეყნის დაზვერვის ოფიცერი, ისე დაზვერვის ოფიცრის მკვლელობა, მით უმეტეს CIA-ის ოფიცრის მკვლელობა ეს დიდი სკანდალი იყო, მოხდა პირდაპირ ჩვენ ტერიტორიაზე. ნუ ალბათ ისევ და ისევ მით უნდა მივშვიდოთ, რომ საქართველოს მთავრობას ეს არ მოუკლავს, შანსი არ გამორიცხული იყო ეს ახლა ეს მომხდარი იყო შეეორნადეს ხელში, ეს მოხდა მოსკოვიდან წამოსული იყო ეს დირექტივა. ხო და უკვე ჩანს აი რამდენი მაგალითი მოვყევი, საქართველოს კი პატარა ქვეყანა რამდენად მაინც გადახლართული და ჩართული აღმოჩნდა დაზვერვის ომებში და ეხლა ჩვენ წარმოვიდგინოთ რამდენად უფრო სერიოზულად არიან ჩართული დაზვერვაში დიდი სახელმწიფოები, ამერიკა, ცხადია, ჩინეთი, რუსეთი, ინგლისი, საფრანგეთიც. ფრანგული დაზვერვა ძალიან საინტერესო გამორჩეულია, გამორჩევა სხვა დაზვერვებისგან, იმითი რომ იპარავს განსაკუთრებით ბევრს იპარავს და ეს გამოდის კარგად როგორც ჩანს ტექნოლოგიურ საიდუმლოებებს. ყველასგან როგორც ამბობენ. ყველასგან იპარავენ, მათ შორის პარტნიორებისგან, მეგობრებისგან ტექნოლოგიურ საიდუმლოებებს. ეს არის მათი ნიშა ფრანგული საგარეო დაზვერვის. რაც შეეხება ინგლისი, ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას, ის ითვლება CIA-ის ანუ ამერიკის დაზვერვის უმცროს ბიძაშვილად. ნუ ასაკობრივად უფროსია ცხადია, მაგრამ გავლენით, ასე ვთქვათ, წონით ცხადია უკვე უმცროს ბიძაშვილი. ერთმანეთს ესე ეძახიან. cousins. არ არსებობს ისეთი ახლო ურთიერთობა დაზვერვის სამსახურებს შორის, აი როგორც აქვს ინგლისის და ამერიკის დაზვერვებს. სხვა არავის არ გააჩნია, ალბათ შეიძლება ითქვას და ამ მხრივ ცხადია, ნუ ეს დალოცვილია ორივე, რომ ერთმანეთთან არის სერიოზული ნდობა გააჩნიათ. ამ მხრივ რა თქმა უნდა, ამ ძმობა რო კონდეს ვინმესთან ძალიან დასუსტა ამ მხრივ ცხადია რუსეთის დაზვერვა, რომელიც ადრე, რა ვიცი, მოღვაწეობდა ამ მხოლოდ მოსკოვიდან, მოღვაწეობდა კიევიდანაც და მინსკი დარჩა ერთ-ერთი, ხო, მოღვაწეობდა ამ კიევიდანაც და თბილისიდანაც და რა ვიცი, ტალიიდანაც და რიგიდანაც და ბიშკეკით არ მინდა ვაწყენინო ეს არ გამორჩეს, ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქიდან.
თბილისი ცხადია იყო ერთ-ერთი სერიოზული ძალიან ფორპოსტი საბჭოური დაზვერვის, ოღონდაც აქ საბჭოთა პერიოდში და მე 20 წელი ზუსტად ვიცხოვრე საბჭოთა კავშირში და მახსოვს კარგად, რამდენი სამხედრო ბაზა იყო საქართველოში. უამრავი სამხედრო ბაზა იყო საქართველოში და აი ამ სამხედრო ბაზების სიმრავლის გამო საქართველოში განსაკუთრებით აქტიური იყო სამხედრო დაზვერვა საბჭოთა კავშირის გერეუ და გერეუს საერთოდ არსებობა იყო გასაიდუმლოებული. სიტყვა გერეუ რო წარმოგეთქვა შემთხვევით, უცებოეს 300 მენზე გადაგება და ეს რო გაიგოთ, სადაც ჯერავს კაგებში დაგიჭერდნენ, კითხავდნენ გერეუს არსებობა საიდან იცი. ეხლა ყველანი გერეუ რო არსებობს. და დღეს ყოფილ საბჭოთა კავშირში, მათ შორის ცხადია ჩვენთან, აქტიურად თუ რუსეთი მუშაობს სწორედ გერეუ, კლავაც და ასევე მუშაობს ძალიან აქტიურად FSB, ანუ მათი უსაფრთხოების სამსახური. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური, ეს ვერც ეძახიან რუსული აბრევიატურა, მუშაობს ძირითადად ყოფილი საბჭოეთის, ყოფილი სოციალისტური ბლოკის იქით, ანუ ამერიკაში, დასავლეთ ევროპაში და ასე შემდეგ. აღმოსავლეთ ევროპაშიც კი, ისე და ისე, როაფერი რო არ თქვა საქართველოზე თუ უკრაინაზე და ასე შემდეგ, მუშაობს FSB და გერეუ. ანუ ითვლება, რომ ჩვენ კლავაც ვართ რუსეთის ტერიტორიის შემადგენელი ნაწილი და მეტყვაც აქ მუშაობს მათი უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს დაზვერვით საქმიანობას, რაც ცხადია სიმბოლურია და მანდ-მაინც მოსასმენი არ არის. და ყველა სერიოზული ჩავარდნა ცხადია, რაც ჰქონდა ბოლოს რუსეთის დაზვერვას, ეს ჰქონდა FSB-ს და გერეუს, როცა ისინი ატყვიან 22 წელს ინფორმაციას პუტინს, როგორც ჩანს, რომ ყველაფერი მზად არის უკრაინაში იმისთვის, რომ თუკი ჩვენი გშევალთ და ერთს დავარტყამთ, ყველაფერი ჩამოინგრევა, მთავრობა გაიქცევა. როგორც ჩვენ ნახეთ, ეს ინფორმაცია აღმოჩნდა მცდარი, რუსეთი შევიდა ჯარით უკრაინაში, დახვდა წინააღმდეგობა და მე ის გადაიზარდა ყველაფერი სრულ მასშტაბიან ომში, ანუ ეს ჯარის შესვლა არ დასრულდა უკრაინის ჩამოქცევით და ბლიცკრიგი არ გამოვიდა რანაირად. ნუ ამის ფერი იყო, რომ მომდენო რამდენიმე თვე უკრაინაში ჯარის შეყვანიდან ომის დაწყებიდან აღინიშნა FSB-ში სერიოზული რეპრესიებით. ზოგი ფანჯიდან გადმოხდეს, ზოგი რაღაც იპოვეს და ასე შემდეგ. დაისაჯა ძალიან სერიოზულად FSB-ს უსაფრთხოების სამსახური რუსეთის, იმიტომ რომ მან უფროსობას მიაწოდა არც თუ ისე რეალისტური სცენარი, რაც შეიქმნა უკრაინის შექმნის სიტუაციის არც თუ ისე რეალისტური, ესე ვთქვათ, სურათი მიაწოდა. ეს ცხადია გამოწვეული არის კორუფციით, რომელიც რუსეთში არსებობს და არსებობს მათ შორის, როგორც ჩანს აშკარად გამოჩნდა. სამსახურებშიც, მათ შორის FSB-ში ცხადია, იმიტომ რომ FSB რახან დაკავებულია არ მხოლოდ დაზვერვით, არამედ პირველ რიგში ცხადია უსაფრთხოებით, ქვეყნებში მუშაობს, ცხადია დიდ ფულზე მიუწვდება ხელი. ასეთი კვეთრი დაყოფა სადაზვერვო საქმიანობის, როგორც რუსეთს აქვს, ალბათ იშვიათად, ანუ სამხედრო დაზვერვა, საგარეო დაზვერვა, უსაფრთხოების სამსახური, აი ჩინეთს მაგალითად ყველაფერი ერთში არის გაერთიანებული, უსაფრთხოების სამინისტროში გაერთიანებული არის დაზვერვაც. და ბევრ ქვეყანას აქვს მოიხსენებათ, რომ დაზვერვა გაერთიანებული უსაფრთხოების სამსახურთან, ეს ბევრი ხდება ჩვეულებრივად. გემოვნების საკითხია, შეიძლება ითქვას. სად არის ჩინური დაზვერვა? ალბათ ეხლა ეს კითხვა ლოგიკური ეჭდება, ჩინეთი უკვე პოზიციონირებს როგორც ახალი სერიოზული მოთამაშე, ახალი ზესახელმწიფო და ცხადი ისიც ახორციელებს დაზვერვით საქმიანობას. ნუ ის ფაქტი, რომ მანდ-მაინც ბევრი სკანდალი ჯერჯერობით ჩინეთის დაზვერვასთან დაკავშირებით არ ყოფილა, ანუ არ დაუჯერიათ ჯერ მანდ-მაინც იმდენი ახლა ჩინეთის ორმაგი აგენტი, როგორც იჭერენ ხოლმე რუსების ორმაგი აგენტებს და ასე შემდეგ. ეს მიანიშნებს ან იმაზე, რომ ჯერჯერობით ან ძალიან ნელა მუშაობენ, არ ჩქარობენ, ან იმაზე, რომ ძალიან კარგად მუშაობენ და არ ჩანან და ამიტომაც სკანდალები არ აქვთ. ან ორივე ერთად. ვნახოთ. ბუნებრივია, ცხადია, ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ძლიერდება, ის ეწევა მერე უკვე დაზვერვის საქმიანობას ძალიან ინტენსიურად. ის რომ ახლა ჩინეთი ეწეოდეს დაზვერვის საქმიანობას გასაკვირი არ იქნება და თუ ახლო მომავალში ჩვენ რაღაც სკანდალების შესახებ არ შევიტყობთ, ვერ შევიტყობთ ჩინური დაზვერვის შესახებ, ეს ალბათ იმაზე მიანიშნებს, რომ მუშაობენ ძალიან კარგად. იმიტომ რომ მე ვერ დავიჯერებ იმას, რომ მათ არაფერი არ აკეთონ საერთოდ. რახან ჩუმად არიან, ესე იგი კარგად მუშაობენ. ამას ნიშნავს და არა იმას, რომ არაფერს არ აკეთებენ. იმიტომ რომ მილიარდნახევრიანმა სახელმწიფომ დაზვერვაზე ვარ ითქვას, ეს ყველა აბსურდია, ხო, დავისწავლეთ ცხადია. აბსურდულად ყველა
ნებისმიერი ქვეყანა იქნება მათი დაზვერვის სამიზნე. ამაში გასაკვირი არაფერი არის. როგორც ამბობენ, ამ საქმეში ჩემს უფრო ჩახედული ადამიანები, ჩინეთის მოქალაქეებს თითქმის ყველას მოეთხოვება, რომ რაღაცა წვლილი შეიტანონ ამ საქმეში. ესე ამბობენ. ანუ შეიძლება ჩინეთის მოქალაქე არანაირად არ იყოს დაზვერვის თანამშრომელი, უსაფრთხოების თანამშრომელი, მაგრამ რაიც როცა კითხავენ მას რაღაცას, ის ვალდებული ინფორმაცია მიაწოდოს თავის შესაბამის სამსახურს და ჩინეთის მოქალაქეები მოიხსენებათ დიდი რაოდენობით არიან მოდებულები სოფლიოს ყველა ქვეყანას. და ეს აძლევს ხადია ჩინეთის დაზვერვას ძალიან დიდ უპირატესობას. ერთი პრობლემა რაც აქვს სერიოზული ჩინეთის დაზვერვას, ისევე როგორც პრინციპში ყველა სხვას გარდა ამერიკულისა, ეს არის რბილი ძალის საკლებობა. ყველაზე დიდი, ესე ვთქვათ, ყველაზე ჭარბად რბილი ძალა აქვს ამერიკას. ანუ თუ ვიღაცას შეიძლება მოუნდესო იმუშაოს ამერიკელებზე, არა მხოლოდ ფულის გამო, არამედ იმის გამო, რომ იმიტომაც რომ კარგი ქვეყანაა, რა თქმა უნდა, პრინციპში ასეთი მაინც უფრო ამერიკაა. დიდ სახელმწიფოებს შორის ყოველ შემთხვევაში, ხო? ანუ შენ თუ აიღებ შეადარებ ერთმანეთს ჩინეთს, რუსეთს და ამერიკას, იტყვი რომ ამ სამშობლოდ ამერიკა ყველაზე ჯობია. შეიძლება ხა შვედეთი უფრო დალაგებული ქვეყანაა დავარცხნი ვიდრე ამერიკა, მაგრამ ხა შვედური დაზვერვა სამუშაოს ალბათ არც თუ ისე ბევრგან არა, ძალიან პატარა ინტერესები გააჩნია. ისე როგორც ხა ისრაელს ძალიან ძლიერი დაზვერვა ყავს, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ პატარაა და უამრავი უშუალო საფრთხე აქვს თავის რეგიონში, ამიტომაც რეგიონის იქით მან დამაინც ისე აღმოჩნდა. ხო და ამერიკას ინტერესები აქვს ყველგან, ჩინეთს ყველგან, რუსეთს ყველგან და ამიტომაც ესე ვთქვათ, ასე არის უადვილობა ამ სამში ყველაზე მეტად ამერიკას მუშაობა, თავისი რა თქმა უნდა soft power-ის, ანუ რბილი ძალის წყალობით ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ნახოთ ახლა თუ ჩინეთი გამხრივებს გაუწევს კონკურენციას, თუ რაღაცნაირად ჩინური ენაც მე ჩაანაცვლებს ინგლისურ ენას და ჩინური soft power-ის გავრცელდა, ეს ხალხი მათთვის დამატებითი ძალიან სერიოზული ბერგეტი იქნება, მაგრამ ეხლა მე მაინც გონია რომ აქამდე შორია. ცოდნა სერიოზული გამოცდილება ამ საქმეში ალბათ აქვს მაინც ყველაზე მეტი ცხადია ინგლისს, რუსეთს, ამერიკასაც რა თქმა უნდა და ალბათ ჩინეთის ახლა უკვე გამომდინარე თავის ძველი ისტორიიდან ჩინეთს აქვს ცოდნა და ნელ-ნელა მოახმარს ამ საქმიანობას. ჩვენს მოიხსენებათ რაღაც ცოდნა გვაქვს. ამდენი ქართველი кейსი მოიხსენიე. არ დაგვაგვიწეს ასევე რომ ერთ პერიოდი საბჭოთა კავშირის სტრატეგიულ დაზვერვას ერთ პერიოდი საბჭოთა კავშირის უსაფრთხოების სამსახურს თავის დაზვერვიანად ხელმძღვანელობდა ლავრენტი ბერია, ასევე ქართველი, რომელმაც როგორც ამბობენ, ძალიან ბევრი საინტერესო ოპერაცია ჩაატარა, მათ შორის სწორედ მისი წყალობით მოხდა ამერიკიდან მოპარვა ატომური ბომბის სქემების და საიდუმლოებების. რაღაც ცოდნა როგორც ჩანს აქაც არის. ის კი არა ბერიამ დატოვა ცოდნა, მაგრამ მაინც ახლა რაღაცები ჩვენთანაც არის. საქართველოს თავისი ზომის და ქართველიერის რაოდენობის მიუხედავად ყოველთვის ჰქონდა რაღაც არაპროპორციულად დიდი გავლენა სოფლიო პოლიტიკაზე, მოიხსენებათ და აი დაზვერვაზეც როგორც ჩანს ჰქონდა არაპროპორციულად დიდი გავლენა გამომდინარე ჩვენი ზომიდან და რაოდენობიდან. და კიდევ ერთიც ჩვენ ისეთ საინტერესო გეოგრაფიის პატრონები ვართ. შავ ზღვაზე გავდივართ, რუსეთია ჩვენი მეზობელი, ქვემო თურქეთია, ახლო აღმოსავლეთი ახლოს არის, რომ ეს ყველა ვარიანტში იპყრობს ყურადღებას დაზვერვის სამსახურების ნებისმიერი ქვეყნის არა შეიძლება იმიტომ რომ ჩვენი დაზვერვა უნდა აქედან ინფორმაციის მოპოვება. არამედ იმიტომაც რომ აქედან კარგია მუშაობა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ანუ აქ საქართველოს ტერიტორიაზე წესით ალბათ ის ახლა სერიოზული ბრძოლა ერთმანეთთან დიდი სახელმწიფოების დაზვერვის სამსახურებს შორის. ეს არის გეოგრაფია ხო ბედისწერაა და ამ ბედისწერას ვერაცდები. გეოგრაფიის ბედისწერა ვერაცდები ვერანაირად. ამ ბედისწერა მოუხედავად ჩვენ ხან ერთი იმპერიის შემოქმედებაში ხან მეორესი, ეხლა დამოუკიდებლები ვართ და თუ ამ დამოუკიდებლობას რამე შეგვინარჩუნებს, ეს არის ხარია ჩვენი ცოდნა, მათ შორის ცოდნა დაზვერვის. მადლობა.